სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მიუთხრა და ქადაგებდე ღვთის სიტყვას. და იმდენად ცოცხალი კავშირია მსმენელსა და ქადაგებელს შორის, რომ პავლე მოციქული დღევანდელ წერილში თავის მრევლს ეუბნება, მე ამას ხშირად შეგახსენებთ ხოლმე თქვენ, რომ ილოცეთო ჩემთვისო, რომ მომეცეს მე სიტყვაი აღებასა პირისა ჩემისასა, უწყებად სახარებისა, რომლისა თვისავს ციკლ. ესე იგი, სახარების ქადაგება არის დიდი პასუხისმგებლობა და რთული, თორემ სხვა რამის ქადაგებაა, ვინც უკეთურებას ქადაგებს, იმისთვის არაფერი სირთული არ არის. და რატომ არის, ესე იგი, ადამიანის ცხონება არის დამოკიდებული თუ როგორ ისმენს ღვთის სიტყვას და როგორ იმარხავს, ანუ როგორ ყოფს მას. ადამიანის ცხონება და ცხოვრებაც შესაბამისად დამოკიდებული არის ამაზე. ესე იგი, როგორ ისმენს ღვთის სიტყვას და როგორ ყოფს მას, როგორ დაიმარხავს მას. ღვთის სიტყვის მოსმენა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მარტო ეკლესიაში არ არის. ჩვენ შეიძლება ვფიქრობთ, რომ ღვთის სიტყვას ჩვენ ვისმენთ, მაგალითად, როცა მოვდივართ ეკლესიაში და წირვის შემდგომ ჩვენი მოძღვარი, რასაც გვიხადაგებს, ეს არის. რა თქმა უნდა, ესეც არის და ეს უპირატესია, იმიტომ რომ წირვის მადლი დიდია და წირვის შემდგომ მადლის დიდია შესაბამისად. უფალი გზრდის და წყალობს ჩვენთვის ითა მადლითა კაცმოყვარებით და წირვის შემდგომ განსაკუთრებულად მოქმედებს მადლი ღვთისა. მაგრამ ამავე წერილში ეფესელთა მიმართ პავლე მოციქული ამბობს, რომ ესე იგი, ჩვენი ბრძოლაო არ არისო სისხლთან მიმართ ხორცთაო, არამედ მთავრობათა მათ და ხელმწიფებათა ბნელისათა სულთან მიმართ უკეთურებისათაო და მერე ჩამოთვლის რითი უნდა შეიჭუროთ აი ამ უკეთური სულების წინააღმდეგო. აი რატომ არის დაკავშირებული ღვთის სიტყვის მოსმენა და აღსრულება ცხონებასთან, პირდაპირ დაკავშირებული, რომ ჩვენი ადამიანი, ესე რომ ვთქვათ, არის ბრძოლის ველი. კასთამოდგის მტერს გამოსტილება, აი წარმოვიდგინეთ, რაც კი ადამიანი შეიქმნა, იქედან მოყოლებული დღემდე, აი ამხელა გამოსტილების სულთან გვაქვს საქმე, ესე იგი, არ ძინავს მას სხეული არ აქვს და არ ძინავს, ნათქვამის არის, არ ძინავსო ეშმაკს და მართლაც არ ძინავს, დღე და ღამე ფიქრობს იმაზე, როგორ დასცეს ადამიანი. და აი ამ უკეთური სულების წინააღმდეგო ჩამოთვლის პავლე მოციქული რითი უნდა შეიჭუროთო და მათ შორის იქ არის სარწმუნოება, მოთმინება, მარხვა, სიმდაბლე და ასე შემდგომ და არის ასევე ესეთი მოწოდება, რომ შეიმოსეთო მახვილი იგი სულისა, რომელ არის სიტყვა ღვთისა. აი ჩვენ გვახსოვს სახარებაში, როდესაც თვით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გახსოვთ თქვენ, რომ ნათლისღების შემდგომ მან იმარხულა 40 დღე და 40 ღამე და მერე მიუშვა. მან დაუშვა, ეშმაკმა არ იცოდა, ჩვენ ბევრი რამე არ იცის მან. მაგალითად, მისთვის მიუცდომელი იყო, გაუგებარი იყო ღვთისმშობლის მიდგომილება. არ იცოდა მან, რომ ღვთისმშობელი მიდგომილი იყო განკაცებულ ღმერთზე. არ იცოდა, რომ ის განკაცებული ღმერთი იყო, მაგრამ როდესაც დაინახა ნათლისღების დროს და მოისმინა, რომ ესე არის ძე ჩემი საყვარელი, მაგის ისმინეთ, მაშინ ეკითხება, თუ შენ ძე ხარ ღვთისაო, თქვიო, რომ ეს ქვები ყურად გადაიხსნენო. და ნახეთ, მაცხოვარი ეუბნება, რითი ამარცხებს მაცხოვარი? ღვთის სიტყვით. ის ეუბნება, რომ თუ შენ ძე ხარ ღვთისაო, თქვი, რომ ეს ქვები ყურად გადაიხსნენო. მაცხოვარი ეუბნება, დაწერილია, რომ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი. ეს მეორე ჯულის წიგნიდან მოიტანა ეს ციტატა, ანუ ღვთის სიტყვით დაამარცხა. მეორე განსასწრებით და მესამეც უფალმა ღვთის სიტყვით დაამარცხა, ხო? და
მოციქული მერე გვასწავლის, რომ მახვილი იგი სულისა შეიჭურეთ, რომელ არს სიტყვა ღვთისა. ამიტომ მე მინდა დღეს ეს მინდა რო გთხოვოთ განსაკუთრებულად, რომ ჩვენ ეხა ხშირად შეგახსენებთ ხოლმე და ჩვენი პატრიარქის კურთხევაც არის და რა ვიცი, რომელი აი ამ ყველაფრის მერე ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა, რომ ადამიანი მოდის და კითხულობს, შეიძლება სახარება რო წავიკითხოს, შეიძლება კი არა, როგორ შეიძლება რომ არ წაიკითხო სახარება. სახარებას თუ არ წაიკითხავ, შენ იქნები ქაოსში, შენ იქნები ბნელში. არ გეცოდინება რა არის, რომელია ნათელი, რომელია ბნელი. სახარება აუცილებლად წავიკითხოთ. სახარება კი არა, ღვთის სიტყვა. ბიბლია მთლიანად ღვთის სიტყვა არის და საღვთო ისტორია და აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ჩვენ. აი ეს მინდა დღეს რო გთხოვოთ და არა მარტო მოგთხოვოთ და გთხოვოთ, არამედ მინდა გითხრათ ასეთი უბრალოდ უფალი დღევანდელ სახარებაში ნახე რამხელა ნუგეშ გვეუბნება. მოვიდნენ მასთანო დედაი და ზმანი მისნი და ხალხის სიმრავლის გამო ვერ მივიდნენ მასთანო. ძმები იცით ვინც იგულისხმება, ხო? ეს იოსების შვილები არიან, დედა კი ღვთისმშობელი იგულისხმება და უთხრეს მას და ეტყოდეს, რომ დედაი შენი და ზმანი შენი გარეთგან და ხილვაი შენი ხდებავს. გარეთ გელოდებიანო შენი დედა და ძმებიო და შენი ნახვა უნდათ. მაცხოვარი კი მიუგებს. ხოლო თავადმა რქვამათ, დედაი ჩემი და ზმანი ჩემი ესე არიან, რომელთა სიტყვა ღმრთისა ისმინონ და ჰყონ იგი. აი ეს შინაარსი მინდოდა მეთქვა თქვენთვის, რომ ესე იგი ჩემი დედა და ძმები არიანო ისინო, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ჰყონ იგი. ასე რომ ნახეთ რამხელა წოდება არის, ხომ? აი ქრისტე, ესე იგი ვინც ღვთის სიტყვას კითხულობს და მას აღასრულებს და დაიმარხავს, ესენიო ჩემი დედა და ჩემი ძმები არიანო. და სმენა კიდე როგორც გითხარით, ნუ დაკმაყოფილდებით მარტო იმით, რასაც ეკლესიაში მოხვალ და ისმენთ ხოლმე თქვენ, აუცილებლად წაიკითხეთ სახარება, აუცილებლად წაიკითხეთ ღვთის სიტყვა. რათა შეუძლო თქვენ დადგომათო, ესე ამბობს პავლე მოციქული აი ამ უკეთურ სულებს, რომლებიც თქვენ არიცით ისინი არ ჩანან. აი სირთულე რაშია ისიც ისინი უხილავნი არიან. ისინი უხილავად მოქმედებენ. ისინი ზემოქმედებენ ადამიანის გონებაზე, გულზე, ესე იგი უტევენ ყველა მხრიდან, რომელი მხრიდანაც შეიძლება რომ დაასცენ ადამიანს. ჩვენ ვერ ვხედავთ ამას. ამიტომ ესე იგი რო გამოჩნდეს ეს ყველაფერი, ღვთის სიტყვა უნდა წავიკითხოთ. რათა შეუძლოთ დადგომად იმ ბრძოლას, რომელი ბრძოლას გარდაუვალია. და მე ერთი რამეც იცოდეთ, რომ ესე იგი სასუფეველი ცათა ბრძოლით მოიპოვება. თქვენ თუ ეტყვით უფალს, რომ ისი რა მე დამიფარე ბრძოლისაგან, ნუ ეტყვით მაგას. ბრძოლა აუცილებელია. ეს რომ აუცილებელი არის, ძველ აღთქმაშიც კი წინასახედ გვაჩვენა ღმერთმა, როდესაც ებრაელები ეგვიპტიდან გამოსულები ბრძოლით შევიდნენ აღთქმულ ქვეყანაში. ეს იყო სახედ იმისა, რომ ადამიანმა ბრძოლით უნდა დაიმკვიდროს სასუფეველი. სასუფეველი ცათა იიძულების. ჩვენ და ბრძოლა არის უკანასკნელ აღმოჩენამდე. აი სიკვდილის წინ შეიძლება მთელი ცხოვრება გაიარო ეს ბრძოლა და სიკვდილის წინ მოგიხდეს და ისეთი რამე ჩაგიდოს გულში და გონებაში, აი მაშინ ჩაგაყრევიოს წყალში ყველაფერი. ესე იგი ჩვენ უნდა ვისმინოთ სიტყვა ღვთისა და ვყოთ იგი. ძნელია ეს ყველაფერი, მაგრამ ამაში შეგვეწევა ჩვენთვის განკაცებული და ჯვარცმული ქრისტე და მან ყველა განსასწრელი გავლო, ყველა, ესე იგი ერთ ადგილას მოციქული ამბობს, რომ ქრისტესო შეუძლიაო, შეეწიოსო ჩვენს უძლურებასო, რომელმაცო ყველა განსასწრელი გაიარაო და კიდეც შეგვეწევაო ჩვენო და შეგვეწევა კიდეც თავისი მადლით და წყალობით, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება, სული წმინდით ურთ, უგუნითი უგუნისამდე. ამინ.